სწავლა ხორციელის კვირას ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ცეკაცისა მოვა თავისი დიდებით. საყვარელო ძმებო, არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენ ჭვრეტდით ჩვენ უფალ იესო ქრისტეს გამოქვაბულში შობილს. სახვევებში გახვეულს, ბაგაში დაწვენილს, რომელმაც ადამიანობასთან ერთად ყველა ადამიანური უძლურება იტვირთა. გარდა ცოდვისა. ცოტა ხნის წინ ჩვენ ჭვრეტით მას ჰეროდეს მიერ დევნულს. მკვლელების מחვილს განრიდებულს ეგვიპტეში. დაბრუნებულს იუდეაში. სადაც ვერ გაბედა გაჩერება და დასახლება და დასახლდა ნაზარეთში. ღარიბ და უმნიშვნელო ქალაქში უსახელო გალილეისა. მიიღო ნათლობა იმათან ერთად, ვისაც ნათლისღება სჭირდებოდა. იქადაგა სინანული და ზეციური სასუფევლის მოახლოება. ამას ცოტა ხნის წინ ჭვრეტდით და ვემზადებით ახალი ჭვრეტისათვის. ახალი ყველაზე განსაცვიფრებელი სანახაობისათვის. იმისათვის, რომ ადამიანური შესაძლებლობისამებრ ღირსნი გავხდეთ ამ სანახაობისა, განზრახული გვაქვს შეუდგეთ მარხვის ღვაწლით ჩვენი სულიერი თვალების, გონებისა და გულის წინასწარ განწმენდას. ჩვენ განზრახული გვაქვს მარხვის ღვაწლის მეშვეობით დავხვეწოთ ჩვენი ხორცი, რათა ეს ფარდა, რომელიც ფარავს ჩვენ სულიერ ბუნებას, არ იყოს ზედმეტად სქელი და შეუღწევადი. ხელი არ შეგვიშალოს სათანადო სიწმინდით, რწმენითა და მობიერებით, შევხედოთ ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვარს, რომელმაც ჯვარზე ჩვენსა და ღმერთს შორის აღმართული კედელი დაარღვია. და კიდევ გველოდება საშინელი სანახაობა, ყველაზე მრისხანე მოვლენა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა დედამიწაზე. პირველი მოსვლა ჩვენ შეგვიძლია ღვთისმოსავი ხსოვნით ვიხილოთ. მეორე ჩვენს წარმოსახვავს ღვთის სიტყვის ყველაზე ხატოვანი და ძლიერი ნიშნებით წარმოუდგება. ამ ხატოვნებას შეუძლია ღვთის შიშით მაცხოვრებლად შეძრას ჩვენი სულები, აღძრას ჩვენში მარადიული ხვედრის მიმართ ღრმა დაუდევრობისაგან, როგორც საღათას ზილისაგან, რომლითაც ჩვენმა ხორციელმა ცხოვრებამ დაგვაძინა. ცეკაცისა მოვა თავისი დიდებით. ჩვენი უფლის პირველი მოსვლა დედამიწაზე და მასზე მყოფობა სავსეა ღრმა და მუდმივი თავდაბლობით. ყველაფერი, რასაც კი სამყაროს პატივს სცემს და დიდად აფასებს უფალმა უყურადღებოდ დატოვა. მან არინება მიწიერი დიდების ელვარებასა და გვირგვინში გამოჩენა. მან არინება გამოჩენილიყო დიდებულებითა და ბრწყინვალებით გარემოცული. მან არინება ზეიმისა და მხიარულების ხმაურში გამოჩენა. ის მოვიდა დედამიწაზე როგორც ქვეყანაში, სადაც განდევნილები არიან ღვთის მცნების დამრღვევები. ის ცხოვრობდა და მოქმედებდა მასზე როგორც მწუხარების ქვეყანაში, სადაც გამოძევებული არიან მაღალი სამოთხიდან ისინი, ვინც სამოთხეში ღვთის მცნებას არ ღვევდნენ. ის ცხოვრობდა და მოქმედებდა მასზე, როგორც დაღუპულთა გამომსყიდველი. გახდა რა მონაწილე ყველა იმ უბედურებისა, რომელიც დაატყდა თავს დამნაშავე კაცობრიობას. და ის იყო როგორც ერთ-ერთი ღარიბთაგანი, კაცთაგან გათელილი,
და ის იყო მგზავრი, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა თავის მისადრეკად. მას დევნიდნენ, შეურაცხყოფით ავსებდნენ და გამუდმებით მიაგებდა სიკეთეს ბოროტებისათვის. ზეკაცისა არა მოვიდა წარწმენდად სულთა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და მან დაასრულა თავისი მიწიერი მგზავრობა მტანჯველი და სამარცხვინო სიკვდილით, დამნაშავეთა სიკვდილით, მონების სიკვდილით, რომლებსაც ამა სოფლის მოქალაქეებთან სიკვდილის სახითაც კი ჰქონდათ იგივე უფლება. ასეთი იყო ღვთიზის პირველი მოსვლა დედამიწაზე. მისი ჩვენთან მეორედ მოსვლა იქნება თავის დროზე. ზეკაცისა მოვა, რომელიც ამასთანავე ძეხვთვისაც არის თავისი დიდებით. მისი პირველი მოსვლა იყო გამომსყიდველის მოსვლა, რომელიც დაემორჩილა ყველა ადამიანურ უძლურებას. ისინი საკუთარ თავზე აიღო, რათა თავად გაენადგურებინა. მეორე მოსვლა იქნება მსაჯულის მოსვლა, რათა კაცობრიობისგან მიიღოს ანგარიში, კაცობრიობის ქცევის შესახებ ღმერთის მიერ მათთვის მინიჭებული ღვთაებრივ გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ხოლო რაჟამს მოვიდეს ზეკაცისაი დიდებითა თვისითა და ყოვენი ანგელოზნი მისნი მისთანა და შეკრბენ წინაშე მისა ყოვენი ნათესავნი, რათა წარუდგინონ მას თავიანთი საქმეები, განსაჯელა და მისგან მიიღონ ჯილდოები ან სიკვდილით დაჟა მათი საქმეების მიხედვით. როცა ვიღებ ცნობას რომელიმე მიწიერი მართველის თუ მსაჯულის მოსალოდნელი მოსვლის შესახებ, ყველაფერს ვიღონებთ ხოლმე, რომ ჩვენი საქმეები მოვაწესრიგო და მოწონება დავიმსახუროთ. მით უფრო უნდა გაგვსარჯოს ქრისტეს სამჟავრომ, რომელზეც თვითეული ჩვენგანის მარადიული ხვედრი გადაწყდება. მოსამართლე საშინელია, საშინელია გამოუთქმელად, იგი საშინელია სიდიადით, საშინელია ყოვლის შემძლეობით, საშინელია იმიტომ, რომ ხედავს ადამიანის სულის სიღრმეებს და არავითარი საიდუმლო ადამიანური აზრი, არავითარი უფაქიზესი გრძნობა არ არის დაფარული მისგან. თავის გამართლების ადგილი არ არის მის სამჟავროზე. არა გამართლდეს მის წინაშე არა თუ ცოდვით მომკვდარი, არამედ ყოველი ცხოველი მართალი ცხოვრებით. რაითა გაამართლდე, უკვე მომავალი მსაჯული შესახვედრად ღაღადებს ზემოდან შთაგონებული წინასწარმეტყველი და სლო სასა შენსა. ყველა ადამიანს ზრწოლვა მოიცავს, როცა მსაჯულის წინაშე დადგება. ზრწოლა მოიცავს არა მარტო ცოდვილებს, არამედ მართლებსაც. ცოდვილები შეძრწუნდებიან სასოწარკვეთილებისაგან, მოსალოდნელი ტანჯვისაგან, იმ არაჩვეულებრივი შიშისაგან, რომელსაც მათში გამოიწვევს გადატრიალება, რომელიც მაშინ სამყარო უნდა შეცვალოს. ისინი შეღაღადებენ მთებსა და კლდეებს, დამეჩვენით ჩვენ ზედა და დაგვფარენით ჩვენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. რამე თუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაი და ვინ შემძლებელ არს დადგომად. ისინი შეძრწუნდებიან და განადიდებენ, თუმცა უკვე გვიანი იქნება. როცა შემოქმედა თავისი მიუკერძოებული და გაუსაძლისი დიდება, თავდაბლობის ფარდი დაფარა, ქმნილებას მხოლოდ მაშინ შეეძლო თავისუფლად ქონოდა აზრები და გრძნობები. თავისუფლად წარმოეთქვა სიტყვა და თავისუფლად ემოქმედა. ხოლო როცა შემოქმედი თავისი დიდებით გამოჩნდება, ქმნილების თავისუფლება გაქრება მისი დიდების დიდებულების წინაშე. ისევე როგორც ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ საკუთრებაში რჩება, თითქოს ისპობა ხოლმე გარემოებათა ძალმომრეობით რომელიმე განსაკუთრებულ პირობებში.
უფლის თვით სასტიკი მტრები, თვით სინოდრიონი, რომელმაც ჯვარს აცვა იგი და მისი სიძულვილი დაიფიცა, მსაჯულის კრებაზე დიდების მეტყველებით შესახებ სწორედ იმას, რაც უფალმა მას უწინასწარ მეტყველა. ამიერიდან იხილოთ ზეკაცისა იმ მჯდომარე მარჯვენი ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანაცისათა. გეტყვით თქვენ, არღარა მიხილონ მე ამიერიდან, ვიდრემდეს თქვან კურთხეულას მომავალი სახელითა ოფლისათა. მართალიც შეზრწუნდებიან, გამოჩენილი მსაჯულის განუზომელი დიდებისაგან. ისინი შეხედავენ თავიანთ სიმართლეებს და უმაღლესი სიმართლის შუქზე ეს სიმართლეები მათ ღატაკთა ძველ ძონძებად წარმოუდგებათ. თავიანთი სიმართლეებში ისინი ვერ იხილავენ შეწყალების საწინდას. შეწყალების მოლოდინი მხოლოდ ღვთის უსაზღვრო მოწყალებისაგან ექნებათ და თვით ღვთის ანგელოზებით შეშფოთდებიან და შეშინდებიან თავის დიდებულებაში გამჟღავნებული ღვთისაგან, რომელმან ყოველი სასჯელი მოსა ძესა, რაითა ყოველი პატივი სემდნენ ცესას. უგრძნობი ნივთიერი ბუნება ვერ გაუძლებს ღვთის ძის მზერას, ცა გრიგალივით დაიგრიხება, ყოველი მთა და ყოველი კუნძული თავისი ადგილიდან დაიძვრება. ქრისტეს სამჟავროზე გამართლებისათვის საჭირო იქნება შეწყალება, როგორც სიყვარულის ქმედითი გამოხატულება და მხოლოდ წყალობა დაიმსახურებს შეწყალებას, როგორც სიყვარულის გამოცდილებითი დადასტურება. წყალობა იმ სურს და არა მსხვერპლი. გამოუცხადა მომავალმა საშინელმა და მიუკერძოებელმა საჯომმა. წყალობა გამართლებას მოუტანს მათ, ვინც იგი შეიყვარა, ხოლო თავის უარმყოფელებს განკითხვას მისცემს. იგი თამამად დადგება უფლის წინაშე და თავის ყველა აღზრდილს მიიყვანს მის წინაშე. ის ანუ მოწყალება მოიყვანს მათ, ვინც მას იქმოდა ნივთიერად, ვინც კვებავდა მშიერ ძმებს, იღებდა უცნობებს საკუთარ სახში, აცმევდა შიშვლებს, ნახულობდა ავადმყოფებს და ციხეში იმყოფებს. წყალობა ქრისტეს წინაშე მიიყვანს მათ, ვინც მას ფარულად იქმოდა თავის სულში და იწყალებდა მოყვას. თავს იზღუდავდა მოყვასის განკითხვისაგან, მისი წაბორձიკებისას. შეუნდობდა მას შეურაცხყოფასა და წყენას. მიაგებდა ცილისწამების სანაცვლოდ კურთხევას და ავის ქმნისათვის სიკეთეს. მოწყალება მიიყვანს ქრისტეს წინაშე ეკლესიის მწყემსებს, ანუ მღვდლებს და ეპისკოპოსებს, რომლებიც აწვდნიდნენ თავიანთ ძმებს უხრწნელ საზრდოს, ღვთის სიტყვას, რომლებიც სოდვით გაშიშულებულებს სათნოებების სამოს აცნობდნენ, სულიერ კურნებას აძლევდნენ სნეულ სულებს და თავიანთი დარიგებებით სულძელად მიდიოდნენ ურწმუნოების ან ბნელი ცდომილების საპრობილეში დამწყდეულებთან. წყალობა მიიყვანს ქრისტეს წინაშე თავდაბალ ბერებს, რომლებმაც მოიხვეჭეს საკუთარ თავში ცხოვრები ქრისტეს იდუმალი და არსებითი ცოდნა. შიოდათ სახარებისეული სიმართლის ნეტარის შიმშილით. ცდილობდნენ თავი შეემოსათ ღირსებითა და სიწმინდით. განეწმინდათ კაცობრიობის ყველაზე დახვეწილი სნეულებებისაგან, ყოფითი მიდრეკილებებისაგან და ამით მიაღწიეს სახარებისეულ თავისუფლებას. მოწყალება მიიყვანს ქრისტეს წინაშე მათაც, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ შეძლეს წყალობის გამოვლენა. ეწვნენ საკუთარ თავის გამოეკვლიათ
და სიღარიბის ნეულებისა და ცოდის საპყრობილიდან სინანულით გაანთავისუფლეს. გაქვავებული გულისათვის მონანიება შეუძლებელია. საჭიროა რომ გული დარბილდეს, აღივსოს სამძიმრითა და მოწყალებით საკუთარი ცოდვილობის სავალალო მდგომარეობისადმი. როცა გული შეიწყალებს და მოწყალებით აღივსება, მხოლოდ მაშინ ხდება სინანულის შემძლე. მხოლოდ მაშინ, როცა მოყვასის განკითხვას მიატოვებს, იგი შეძლებს საკუთარი თავის ხედვა დაიწყოს და მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს მაცხოვნებელად განიკითხავს, იგი შეძლებს წყლულებაზე სინანულის წამალი დაიდოს. ქრისტემ საკუთარი თავით გამოისყიდა ყველა და თვითეული ადამიანი. ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისადმი მოწყალების შემძლე აღმოჩნდება და იქ სამწყალობას, რომლითაც თავის მშიერ სულს ღვთის სიტყვით გამოკვებავს, ასვამს მას სულიწმინდისაგან გამომავალ შეგრძნებებს, მოაშორებს დამღუპელ ხეტიალს სხვადასხვაგვარ ცოდვაში, შეიყვანს ღვთისმოსაობისა და სათნოების სახში, შემოსავს მას კეთილი საქმეებით, განკურნავს ადრინდელ ცოდვებს მათი აღიარებითა და მათი საპირისპირო საქმიანობით, რომელიც საკუთარ თავს ხორციელი სიბრძნისა და მდგომარეობის საპყრობილიდან გამოიყვანს და სულიერ გონებასა და მოქმედებაში შეიყვანს, აღიარებული იქნება, როგორც ამ ყველაფრის თავად უფალ იესო ქრისტესთვის მქმნელი. წყალობა თავის ყველა მოქმედს ღვთის წინაშე მიიყვანს და ქრისტესთან უშუამდგომლებს, მათ წყალობისა და მარადიული ნეტარებისათვის. მოვედით ეტყვის მათ იგი, კურთხევნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი და საბამიდან სოფლისად. რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, წყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავდა შემიწყნარეთ მე, შიშველ ვიყავდა შემოსეთ მე, სნეულ ვიყავდა მოხვედი ჩემდა, საპყრობილესა ვიყავდა მოხვედი ჩემდა. ამინ გეტყვით თქვენ, რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირე ტაგანსა, ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. დღე და საათი უცნობია, როდის დაასრულებს ღვთის ძე ამ სოფლის ცხოვრებას განსაკითხვად მოსვლით. უცნობია დღე და საათი, როცა ღვთის ძის ბრძანებით დასრულდება თვითეული ჩვენგანის მიწიერი ცხოვრება და მოწოდებული ვიქნებით სხეულიდან განშორებისაკენ. მიწიერი ცხოვრებისათვის ანგარიშის მისაცემა და საერთო სამჟავროვდე იმ კერძო სამჟავროზე, რომელიც ელის ადამიანს სიკვდილის შემდეგ. საყვარელო ძმებო, ვიფხიზლოთ და ვემზადოთ საშინელი სამჟავროსათვის, რომელიც მარადისობის სამანზე გველოდება ჩვენი ხვედრის შეუქცეველად გადასაწყვეტად საუკუნოდ. მოვამზადოთ, მოვიმარაგოთ ყოველი სათნოება, განსაკუთრებით მოწყალება, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს და საკუთარი თავით აგვირგვინებს ყველა სათნოებას, რადგანაც სიყვარული მოწყალების მამოძრავებელი ძალა არის ქრისტიანული სრულყოფილების ერთიანობა. წყალობა ხდის თავისით ახსილ ადამიანებს ღვთის მსგავსად. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყანენ. რამე თუ საჟელი უწყალო ვარს მათთვის, რომელთა არა ხომ წყალობა. ამინ. აი ეს სიტყვა წმინდა იგნატესი მოკლედ, მაგრამ ზუსტად გვიხსნის რა გველის საშინელ სამჟავროს. ზოგიერთები, ეხლა როცა ველაპარაკებით ხოლმე საშინელ სამჟავროზე, გვეუბნებიან, რომ მე ამას ვეტყვი უფალს, იმას ვეტყვი უფალს, თავსამით ვიმართლე, ვერაფერს ვერ ეტყვის. ნახეთ როგორ იყო ყველა შეშინებული. ცოდვილი, იმიტომ რომ სასწორკვეთილებაშია,
მართალი, იმიტომ რომ თავის სიმართლეს ხედავს, რომ ეს არის გაჭირვებული კაცის კონკები, რაც მას აქვს. ანგელოზები ხედავენ რამხელა დიდება მოსა თავისზეს ღმერთმა და არიან შეძრწუნებულები და მიწა და ცაც კი არის შეძრწუნებული. მაშინ კაც თავისუფლება აღარ აქვს. პირველად რომ მოვიდა მაცხოვარი, თავისუფლება აქვს ყველას. უნდა წაყვება, უნდა არ წაყვება, მაგრამ იქ უკვე ვეღარ არის. აი ხანდახან ადამიანს თავისუფლება ყოველთვის აქვს, მაგრამ რაღაც გარემოების გამო ვერ იქცევა თავისუფლად. მიწაზეც კი ხდება ეს. იქ მით უმეტეს. ნახეთ როგორ არის ნათქვამი. თვით ფარისევლები, თვით ისინი, ვინც დაიფიცეს, რომ მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, ისინიც დიდებას დაუწყებენ მაცხოვარს. მტრები. როგორც აქ ითქვა, ერთადერთი რამე გადაარჩენს კაცს, წყალობა. ნახეთ, როგორ კარგადაა ჩამოთვლილი. პირველი ის ვინც აკეთებს სიკეთეს. აცმევს, აპურებს, იწყნარებს, საპრობილეში მიდის, აი ფიზიკურად აკეთებს. მეორე ვინც თავის სულში ჩუმად აკეთებს ამას. შეურაცხყოფა მიაყენეს, არ მიაყენა. ცილი დასამეს, არაფერი თქვა. განსასწრებს უძლებს. და თავის მაწყევრებს ლოცავს. მესამე არის სამღვდელოება, რომელიც ღვთის სიტყვის ქადაგებით კურნავს კიდევაც. წყალსაც ასმევს. საპრობილეშიც მიდის, საავადმყოფოშიც მიდის. მოსავს კიდევაც და სახშიც შეყავს ადამიანი, ეს ხდება სულიერად და კარგად იყო ჩამოთვლილი. ბერები, მონოზნები, რომლებიც თავიანთ ღვაწს ეწევიან წმინდად. და ბოლოა. რომელიც ყველა შეუძლია. თავის თავს უყოს წყალობა. თავის თავს უმკურნალოს. თავის თავს აჭამოს. თავის თავს ასვას, ოღონდ სულიერად. იკითხა სახარება, დაპურდა. სულიწმინდის შეგრძნებები მოვიდა, მიიღო. მოიქცა ბოროტისგან და დაიწყო სიკეთის კეთება, აღსარება თქვა, განიკურნა. ამდღან ის გააკეთა საპრობილიდან ამოიყვანა თავის თავი. პირადად ეს ხო ყველა შეუძლია თავის თავს გაუკეთოს. აი ამასაც კი თუ კაცი თავის თავს შეიწყალებს და მარტო თავის თავის გადარჩენას ეზრუნებს, ღმერთი ჩაუთვლის, რომ თვითონ ღმერთს გაუკეთა ეს ყველაფერი. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მოწყალეები ვიყოთ. სხვების მიმართაც და ჩვენი თავის მიმართაც. და ბოლოს არავინ არ იცის, როდის მოვა უფალი. როგორც არ იცის კაცმა, როდის გარდაიცვლები, ასე არავინ არ იცის. ამიტომ ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ გახვალ. აი ადამიანი რომ გარდაიცვლება, ფაქტიურად მისთვის მეორედ მოსვლა დაიწყო. ვერაფერს ვეღარ გააკეთებს მეორედ მოსვლამდე. ერთადერთი თავისი ახლობლების ლოცვის იმედი აქვს, მეტი ვერაფერს ვერ იზავს. ამიტომ სუმზად უნდა ვიყოთ. როცა მოვა უფალი, რომ დავხვდეთ გამზადებულები და რითი უნდა მოვემზადოთ? წყალობით. ნახეთ ბოლოს როგორ დასრულდა სიტყვა. ვინც არის მოწყალე, ღმერთი იმას შეიწყალებს, ვინც წყალობა არ ჩაიდინა, ის დაიჟიბა. თან კარგად ითქვა აქ, აი ეს მარხვა რისთვის არის? მარხვის წინ არის, ნახეთ საშინელი სამჯეროსენება. რომ კაცი გაიწმინოს. ხორცი მოაუძლუროს. რომ სულმა უფრო მეტად შეიგრძნოს ეს ყველაფერი და უფრო მეტად იფიქროს თავის გადარჩენაზე. ამიტომ მარხვა რომ დაიწყება, რომ დასუსტებით.
მე იწევ წუწუნს. რაღაცა შევჭამ რა დავსტუთი და უნდა დასუსტე. მაგისთვის არის რომ ხორცზე იმძლავროს სულმა. რომ აი ეს ყველაფერი გაიგო, ისე ვერ გაიგებ. ნახეთ თავიდან რა კარგად იწყებს როგორ ლამაზად რომ რაღაც საკვირველებები ვნახეთ. უფლისშობა როგორ გაერიდა ჰეროდეს როგორ ჩამოვიდა ეგვიპტიდან როგორ მოინათლა ეხლა უფრო დიდი უნდა გაჩვენოთო უფრო დიდი საიდუმლო ყველა საშინელი დღეო და ამისთვის უნდა ვიმარხულოთ მარხვა რო იწყება ბოლო კვირას აი ახლა შემდეგ კვირას ყველიერის კვირას იქნება ადამის 60-დან განდევნა და მთავრდება აღდგომით ყველაფერს გადიხარ მარხვაში ადამიდან გამოძევებიდან აღდგომამდე და ეს მართლა უნდა გაიაროს კაცმა მაშინ ნახულობს მეორედ მოსა ყველაფერს მაშინ ხდება ადამიანიდან ერთმანეთს მინდა გაგვატარებინოს მომავალი მარხვა დღეიდან ხორცის აღება დღეს ხორცს შევჭამთ მე აღდგომამდე აღარ შევჭამთ და შევდივართ ნელა-ნელა წმინდა მარხვაში და სულ გვახსოვდეს მეორედ მოსვლა ვისაც ახსოვს მეორედ მოსვლა ის არ ცოდავს ვინც მეორედ მოსვლას ივიწყებს ის შემდეგ ყველაფერზე ხელს აწერს ნახეთ როდესაც ამაზე დავფიქრდებითო გაგვიჩნდება ღვთის შიშიო რომელიც გამოგვაფხიზლებს ძილისგან გამოგვიყვანს ხორციელი სიამეებისთვის რო ცხოვრობთ ამისგან გაგაგვიძებს და მე ხდები უკვე შემპურე მაცხოვრის მეორედ მოსვლის აქ კიდევ ერთ რამეს უნდა მივახციოთ ყურადღება მაცხოვარი რატო არ მოვიდა პირველად დიდებით იმიტომ რომ მოვიდა დაჟილებთან აი ეს ჩვენი ყოფა არის დაჟილი მდგომარეობა 60-დან ცოდვის გამო გამოგვაგდენს საპყრობილეში ვართ ეხლა წარმოვიდგინეთ კაცი ვინც ამ ყოფას იქცევს თავისი ცხოვრების არსად აი მაგალითად პატიმარმა რომ დაიპოს ციხეში კარგად მოეწყოს რომ კარგად უნდა ვიყო ციხეშია როგორ უნდა იყოს კარგად ოთახიდან ვეღარ გავა შებოჭილია აქაც იგივეა ამიტომ მიწიაზე ზრუნვას თავი დავანებოთ ვიზრუნოთ სულზე და იმაში გვეხმარება წმინდა მარხვა და გახსენება საშინელი სამჟავროსი ღმერთმა როდესაც მოვა მეორედ წყალობის თვალით მოხედოს სულ ყველას ამინ